გაჩეხილი ატმისხეები კახეთში და ნაციონალური მოძრაობის ბრალდება ხელისუფლებას კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მმართველ გუნდს უყურადღებობასა და გლეხების დაშინებაში ადანაშაულებს. ატმისხეების მასიურ გაჩეხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროში უარყოფენ, თუმცა ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს ადასტურებენ. დავით საგარელი მუშაობდა თემაზე. რეალური პრობლემა თუ რამდენიმე გლეხის გადაწყვეტილება. კახეთში ატმის ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალი აქტუალობას არ კარგავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას უყურადღებობაში და გლეხების დაშინებაში სდებს ბრალს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ისაუბრა. ერთ-ერთმა გლეხმა გია შაოშვილმა უკმაყოფილების მიზნით, რომ მან ვერ მიიღო შემოსავალი, გაჩეხა ატამი, რის შემდეგაც მეორე დღეს სიუჟეტის გასვლიდან მეორე დღეს მასთან მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც მან საუბრებში განმარტა, ასევე პოლიციიდან და მოსთხოვეს თუ რატო ჰქონდა მას პრეტენზია და რა პრეტენზია ჰქონდა ზოგადად მთავრობასთან. გიორგი ღვინიაშვილმა ჟურნალისტებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალაც წარუდგინა. ჯერ სახშივა ახლა იქ მოვიდა და რა წამოვიდა. რა ვიცი მე მithom მთავრობასაც ნაგებო რა ვთქვი მე არ ვიცი. მთავრობა რას ემდურებიო. მე ვთხარ რა რა ვიცი იმ გამო გაგიჩეხნია ატამია. პოლიცია ჩეხნა გავჩეხე მეთქი. ხანდაზმულია ახლა რა ეთქობა ხანდაზმული იქ შიგადგა. ატმის ხეების მასიურ გაჩეხვას სოფლის მეურნეობის სამინისტროში უარყოფენ, თუმცა ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს ადასტურებენ. ფიფიას უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ პრობლემა ახალი ხელისუფლების პირობებში არ წარმოშობილა. წელს დაისახა რეალური გზები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. კერძოდ, თქვენთვის კარგად ცნობილია ალბათ, რომ მიმდინარეობს შეღავათიანი კრედიტის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. რამდენიმე დღის წინ მინის შეხვედრა ჰქონდა ჟურნალისტებთან და მან აღნიშნა, რომ 4000 ბენეფიციარამდეა უკვე გაცემული შეღავათიანი კრედიტი, რომელმაც დაახლოებით 61 მილიონამდე ლარი შეადგინა. ამასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეზობელ ქვეყნებთან საბაჟო გადასახადის დაწევასთან დაკავშირებით. ეს კი თავის მხრივ ფერმერებს პროდუქციის ექსპორტს გაუმარტივებს.